поступки. Выбирай себе друзей, у которых много денег, а у которых поступки дороже денег. მოგესალმებით. Recording in progress. ჩვენი ეს არის 25-ე ონლაინ კონფერენცია და მინდა აღნიშნო, რომ აქტიური მუშაობის შედეგად პროცესი მიმდინარეობს იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ მთავარი შედეგი მივიღოთ და დემოგრაფიული გაჯანსაღების პროცესი დაიწყოს. მომზადებული არის ჩვენს მიერ დემოგრაფიული უსაფრთხოებისა და ეროვნული მდგრადობის სტრატეგია, გაჯანსაღების პროგრამა, იმისთვის, რომ იმ ძიმე სიტუაციაში არ შევიდეთ, რასაც ქვია დემოგრაფიული კოლაფსი და ყველა პროგნოზებით, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ, გაანგარიშებით, მათემატიკური მოდელების გათვლებით, პროგნოზი არის ძალიან მძიმე, 8 წელიწადში, თუ კი იგივე დინამიკა შენარჩუნდა, ქვეყანაში დაიწყება დემოგრაფიული კოლაფსი, მოსახლეობის რაოდენობა დაეცემა 2,600,000-მდე, ნაყოფიერების კოეფიციენტი დავა 1,4-მდე, ორჯერ მეტი იქნება გარდაცვლილთა რაოდენობა, ვიდრე დაბადებულთა რაოდენობა, პროგნოზებით ეს 15,000 იქნება დაბადებული და 60,000 გარდაცვლილი, როცა ეს კოლაფსის პროცესი დაიწყება, სოფლების დიდი რაოდენობა დაიცლება, 70% სოფლების მთლიანად დაცარიელდება დიდი მიგრაციის შედეგად, შრომის უნარიანი და ნაყოფიერების უნარიანი მოსახლეობა ქვეყნიდან მასიურად გადის და ეს გასვლა უფრო გაღრმავდება და ფაქტიურად მოხდება ჩანაცვლება, ეთნიკური ჩანაცვლება, ყოველი მეოთხე იქნება უცხოელი, ხოლო ყოველი მესამე იქნება 65 წელს გადაცილებული. ასევე გაიზრდება და მაღალი რისკების ქვეშ დადგება საზღვრისპირა ტერიტორიების ფაქტიური დაკარგვა. ეს არის ის პროგნოზი, საიდანაც შეიძლება ჩვენ აღმოჩნდეთ უახლოეს პერიოდში, თუ კი ის არსებული დინამიკა დემოგრაფიული მაჩვენებლებისა, რომელიც არის შენარჩუნებული იქნება. ამიტომ მოვამზადეთ ჩვენ დემოგრაფიული გაჯანსაღების პროგრამა და ასევე ეს მოიცავს როგორც მაჩვენებლების, შობადობის, მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერას, მიგრაციის გაჩერებას, ემიგრანტების დაბრუნებას, ასევე შიდა მიგრაციების რეგულირებას, ეს მთელი კომპლექსია და ასევე ითვალისწინებს კონკრეტული საპილოტო პროექტების განხორციელებას, რომელიც ჩვენ გვინდა უახლოეს პერიოდში გავაკეთოთ. ეს არის მოკლე მონახაზი, რითაც ვიწყებთ ყოველ კონფერენციას. ამიტომ ეხლა გადავიდეთ დღის წესრიგის საკითხებზე. ეს არის ისევ ჩვენი საპილოტო პროექტი სოფელი სამება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში და შეგახსენებთ, რომ ჩვენ როცა გადავწყვიტეთ უკვე ამ თვალსაზრისით მოქმედება, ჩვენ გვინდოდა გვაქვს ესეთი სურვილი, რომ წელსვე დაიწყოს საპილოტო პროექტის რეალიზება და ამ თვალსაზრისით ჩვენ მომზადებული გვაქვს სოფელ სამების თვითონ აღორძინების საპილოტო პროექტი, რომელიც მოიცავს მთელ კომპლექსს, ჩასახლებას, ადამიანების შერჩევას, შიდა მიგრანტების ჩასახლებას, ამას დაემატება შემდგომ ემიგრანტების ჩასახლება და რეპატრიანტების საზღვარგარეთიდან, ვისაც სურვილი ექნება, მათთვის სახლების აშენებას, აგროპროექტების განხორციელებას და თვითონ ადგილზე მოსახლეობის დამაგრებას. ანუ ეს არის კომპლექსი, რასაც ჩვენ ჯიხა დავარქვით, აი ჯიხა არის იგივე ფორმატის დასახლება, როგორიც არის ისრაელში გამოყენებული კიბუცებისა და მაშავის კომუნების სახით. აი მეახლობით ეს არის, ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ შევარჩიეთ კოოპერატივის ფორმატი, იმიტომ რომ ქართულ კანონმდებლობაში მსგავსი ესეთი განმარტება ან თვითმმართველობითი ორგანოს შექმნის საშუალება არ არსებობს და სოფლებში თვითმმართველობა გაუქმებულია, ჯერ კიდევ სააკაშვილმა გააუქმა თვითმმართველობა, სოფლებში ჩვენ რაიმე ორგანიზაციული, ესე იგი, ელემენტი არ გაგვაჩნია. არ არსებობს დღეს საქართველოში სოფელი ქვია, დასახლებული პუნქტი ქვია, მაგრამ რაიმე ორგანიზაციული არ არის, გარდა ვთქვათ თემებში მერის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის წარმომადგენლისა, რომელიც ეს არ არის თვითმმართველობის განხორციელების ხაზი. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ გვესარგებლა კანონმდებლობით და შევარჩიეთ კოოპერატივის ფორმატი.
აი ჩვენ წინაზე გქონდა ეხლა რატო ყვები ამას გოჩა გვესწრება გოჩას გასაგონად მინდა თქვა მაშინაც ვამბობდი ამას მაგრამ რატომღაც ჩვენ მერე ვთქვით რომ გავაკეთოთ სოფლის მეურნეობის კოოპერატივი სოფლის მეურნეობის კოოპერატივი ჯერ არ გაკეთდება იმიტომ რომ უნდა გქონდეს მიწა უნდა გქონდეს იქ აგროპროექტების განხორციელებისთვის გარკვეული საწყისი ბაზა ეს არ არის ამიტომ ჩვენ ვიწყებთ ჩვეულებრივ კოოპერატივის სახით რომელიც წარმოადგენს ამხანაგობას მეპაიების შესვლის თვალსაზრისით რომ იმ დასახლებულ პუნქტში შექმნილი იყოს ორგანიზაციული ფორმატი და ესე გვაქვს განსაზღვრული რომ აი შერჩეული ყავს ეხლა აი აგერ არის ქალბატონი გულნაზი და ბადრი ჭელიძეს შერჩეული ყავს ჩასასახლებელი კონტინგენტი სია მომზადებულია მიმდინარეობს მათი ანკეტირება ამას გულნაზიც გვეტყვის და ასევე მოვილაპარაკეთ რომ დავარეგისტრიროთ ეს კოოპერატივი და რაღაც იქ ხარვეზები იყო და ეხა გულნაზე მოგვიყვება მე მგონი ვისაც მალე გამოვასწორებთ აი რა ხდება გულნაზე გითხარი მაგუთხით და შემდგომ გავაგრძელოთ საღამომშვიდობის ყველას მოგესალმებით ჩვენ წინა კვირის პარასკევს დღეს დავარეგისტრირეთ კოოპერატივი დიდი იმედით და ველოდებოდით უკვე თანხმობას თუმცა გუშინ მომივიდა ხარვეზით რომ არ დამტკიცდაო და ხვალისთვის იქნებ გამოვასწოროთ და მოგვარდეს რა ჩვენი მხრიდან არანაირი შეცდომა არ არის დაშვებული ალბათ შიდა ხარვეზია რამე ისეთი რომელიც აუცილებლად მოგვარდება დარწმუნებული ვარ რაც შეეხება ჩვენი მომზადებული სია რომელიც ჩასასახლებელი ხალხის კონტინგენტი მომზადებული ყავს და მიმდინარეობს ანკეტირება უახლოეს მომავალში დავასრულებთ ყველაფერს და იქნება ყველაფერი მზადყოფნაში უფლის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება გამორთული არის მოდა ჩემი ხმა ისმოდა გვიან მიდის ხმა დიდი მადლობა როგორ ხართ ხო ანუ იმედია გამოსწორდება ხვალისთვის იქნებ ხელახლა ის ხარვეზი აღმოფხვრათ რაც მოვიდა პასუხი რომ რაღაცეებიო ხარვეზიაო და იმედია მოგვარდება ხო გულნაზი გასაგები არის ესე იგი აქ ერთი დეტალია მე როგორც ვნახე ხარვეზის ჩანაწერი რომ იქ არის იმედია გამოსწორდება ხვალისთვის იქნებ ხელახლა ის ხარვეზი აღმოფხვრათ რაც მოვიდა პასუხი რომ რაღაცეებიო ხარვეზიაო და იმედია მოგვარდება ესე იგი იქ არის დუალისტური და მონოისტური მიდგომა და იქ მე მგონი თქვენმა ოპერატორმა დაუშვა შეცდომა ნინო წმინდაში იმიტომ რომ ჩვენ ხო უთხარით რომ პირდაპირ რაც არის თქვენ ბაზაში ის დაწერეთ ადგან და ის შეცდომა დაუშვა წესდებაში დუალისტური ფორმატი აიღო და სადამფუძნებლო შეთანხმებაში მონოისტური და ამიტომ მე იურისტებთან რო წავიდა ამ შემოწმებაში თვითონ რეესტრის იურისტებმა ეს ხარვეზი დაგვიფიქსირეს ნუ ეს ტექნიკური მხარეა და მე მგონი ამას დავძლებთ და ერთადერთი კიდევ გასაკეთებელი არის იქ ოქმი ბადრი მიცის ეს ოქმი არის ხელმძღვანელის არჩევასთან დაკავშირებით რომელიც უნდა დაემატოს აი ამ ხარვეზის აღმოფხვრისთვის მე მგონი პრობლემა არ უნდა იყოს და მე რაც შემიძლია გეხმარებით და დაგეხმარებით კიდევ დიდი მადლობა ტრებით ოქმი კარგით, ესე იგი კიდევ ესე იგი ესეთი საკითხია ამ მეორე მიმართულებით, ესე იგი ამ სამებაზე შევთანხმდით, რომ ამას ვარეგისტრირებთ კოოპერატივს, ჩასასახლებელი კონტინგენტი გამზადებული არის და ეხლა გადავდივართ ფაქტიურად მეორე საკითხზე, ამას ვაკეთებთ რატომ, რომ შევკრათ მთელი ეს მასალა და გავაკეთოთ ჩვენ ვამზადებთ წერილს, გავამზადებთ პრემიერ-მინისტრზე და თან დავურთავთ მთავრობის განკარგულებას, საქართველოს მთავრობის განკარგულებას, იმიტომ რომ სახელმწიფო ქონების შესახებ კანონის თანახმად მინდა გითხრათ რომ ჩვენა გვაქვს ესე იგი მოთხოვნები და აი ეს მინდა თქვენ აზრი გამოთქვათ თუ გექნებათ ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა ესეთი, რა ფორმით მიიღებს თვითონ ეს კოოპერატივი ამ მიწას. და ეს მიწის თემა ჩვენთან არის უფრო აი როგორ იცით, არის ვარიანტი რომ უსასყიდლოდ მიიღოს თქვათ პირობითი ფასით მიიღოს პრივატიზაციის სახით მიიღოს საკუთრებაში არის მეორე მიიღოს სარგებლობაში ესე იგი საკუთრებასა და სარგებლობას შორის განსხვავება ის არის რომ საკუთრებაში მიცემა ცოტა რთული პროცედურა არის
იქ ძალიან სერიოზული დასაბუთება უნდა იყოს და სარგებლობაში გადაცემა სახელმწიფოს შეუძლია, მთავრობას შეუძლია მასთან შეთანხმებით, თუ კი წარმოდგენილი იქნება პროექტი. აი პირდაპირ არის 36 მუხლი სახელმწიფო ესე იგი ქონების შესახებ თან კიდე სასოფლო მაგრამ აქ არის ვადა სასოფლო სამეურნეო მიწები გადაეცემა 59 წლით რაც შეეხება სასოფლო სამეურნეო მიწებს ეს არის 36 მუხლი პირველი პრიმა პუნქტი ასე წერია პირდაპირ წაიგე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირებისთვის სარგებლობაში გადაცემა შესაძლებელია არაუმეტეს 59 წლისა მე მგონი ეს არ უნდა იყოს პრობლემა 59 წელია და მე თუ საჭიროა და ვაჩვენებთ ამ ყველაფერს გაგრძელება შეიძლება და უფრო შეიძლება საკუთრებაში გადაცემაც კი დადგეს. ასევე აი ესეთი ის არის აი მოთხოვნა მაგალითად ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის კოოპერატივი არის კერძო სამართლის იურიდიული პირი რომ იცოდეთ სახელმწიფო ქონების სასყიდლით ან უსასყიდლოდ აუქციონის გარეშე გადაცემა გარდა უძრავი ნივთზე სერვიტუს უფლებისა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით. ამიტომ მივმართავთ საქართველოს მთავრობას რომ ისი თანხმობით მოხდეთ სარგებლობაში გადმოცემა. და ასევე კიდე მეორე პუნქტი ამ მუხლისა ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის ქონების სასყიდლით და უსასყიდლოდ აუქციონის გარეშე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე სარგებლობაში გადაცემისას ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულება იდება საქართველოს მთავრობის მიერ სათანადო განკარგულების მიღებიდან 3 თვის ვადაში. ვადაც კი განსაზღვრულია რომ განკარგულების შემდეგ ეს ხელშეკრულება უნდა დაიდოს. ხელშეკრულება იდება ქონების მართვის სააგენტოსთან, იმიტომ რომ ის არის ამ ქონების განკარგავი, მაგრამ მთავრობის განკარგულება არის აუცილებელი, სადაც ჩაიწერება ეს მოთხოვნები. ეხლა ამას არ ვაკეთებ მთავრობის განკარგულებას ჯერ გეტყვით რა მიზეზის გამო. ჩვენ გვჭირდება კოოპერატივის დარეგისტრირება, როგორც კი დარეგისტრირდება კოოპერატივი, ესე იგი აქ რამდენიმე ძირითადი ასპექტია, ერთი რომ სია უნდა კონდეს უკვე ჩასასახლებელი კონტინგენტის ასევე ქალბატონ გულნაზის ვთხოვთ რომ შეიტანოს ფონდის სახელით მოთხოვნა რეესტრში რომ დაჩქარდეს საქარმიდამო ნაკვეთების რეგისტრაცია იქ მიახლოებით 16 დარეგისტრირებულია სოფელ სამებაში ამონაწერი ამოდის დანარჩენი რაღაც პროცესია და გულნაზისთან ერთად კიდე ჩვენ სულ კომუნიკაცია გვაქვს რომ იცოდეთ და ამაში კიდე ჩავერთვებით რომ ის ამბავით დავაჩქაროთ და ასევე ცალკე ვამზადებ ჩამონათვალი იქნება სასოფლო სამეურნეო სავარგულებისა რომელიც უნდა ეს ამ ფორმით იმიტომ წავიკითხე კანონის მოთხოვნები გადაეცეს კოოპერატივ სამებას ჯიხა სამებას ესა ვიძახით აგროპროექტების განხორციელებისთვის სარგებლობაში აი ესეთი მონახაზი გვაქვს თუ სხვა რაიმე არ არის აი ამ ფორმით მივდივარ ჩვენ და ამასთან აპრობაციას ვაკეთებთ აი იგივე სხვაგანაც რო გამოვიყენოთ რა აქ ეხლა იმიტომ ცოტა უფრო დინჯად ვექცევით ამ ამბავს რომ კარგად დავხვეწოთ არ გამოგჩეს არაფერი და სწორი წინადადებით შევიდეთ მთავრობაში რომელიც მთლიანად შესატყვისობაში იქნება საქართველოს კანონმდებლობასთან ასე რომ ჩვენ ვიყენებთ კანონმდებლობას მის ცვლილებაზე რომ დავიწყოთ ბევრ დროს წაიღებს აი ესეთი მონახაზი არის თუ რაიმე დამატება გაქვთ, აი გითხარით, რა ვიცი, მე სხვა ფორმატი ჩვენ ვერ მოვიფიქრეთ, ეს ყველაზე ისეთია. აი ბატონ თამას ხო. თამას ხმა ჩართე გამორთული გაქვს, ხმა ჩართე. ამდენ თქვილად ვილაპარაკე გას. ხო, სარგებლობაში გამორთეთ თქვენ ხომ? სარგებლობაში ეს ყველაზე კარგი ვარიანტია ჩვენთვის, იმიტომ რომ ეს უფრო დააჩქარეს პროცესს, არ გაიწელება დროში ძალიან. თან ისეაც ჩვენ შეთანხმებული ვართ, რომ ჩამოსახლებული კონტინგენტი ვინც იქნება, ხო, იმათ საკუთრებაში ჩვენ ამიწას არ გადავცემდით, ისედაც არ ფიქრობთ, რომ საკუთრებაში გადაგვეცა მათთვის, იმიტომ რომ შეიძლება ის წავიდეს, მონაცვლე ჩამოვიდეს საკუთრებაში, შეიძლება გადაეცეს სამოსახლო, აი ეს რაც არის 3 ჰექტარი თუ რაღაცა, ხო? ესე რომ სრულიად მისაღები არის სარგებლობისთვის ამის გადაცემა. თან ჩვენც პრაქტიკას გავვლით და გვეცოდნება შეგვიძლია, არ შეგვიძლია რას ვაკეთებ, როგორ ვაკეთებ სარგებლობაში. მე თანახმოვარ ამას.
დამატება ხო არ გინდათ ამ საკითხზე ვინმეს? კარგით. ეხლა სანამ სხვა საკითხზე გადავართ, ბატონ ისას მინდა უთხრა, რომ რაღაცა ფორმით მე მგონი ეხა ეს მოქალაქეობის მინიჭების საკითხების სხვანაირად დგება უკვე. და მე ვფიქრობ, რომ განახლდება და შეიცვლება მიდგომები. ბატონი ისა განაწყენებული არის და რამდენი იშრობა ენა იცის კაცმა საქართველოს პატრიოტია და არანაირად არ მიეცა საშუალება, რომ საქართველოს მოქალაქეობა მიიღოს, მაგრამ ეს ცვლილებები მოხდება ბატონო ისა. იმედი არა მაქვს ბატონო ლევან, იმედი არა მაქვს, აღარ დამჭირ. თქვენ შეიტანეთ თქვენი განაცხადი და ენა ვინც იცის, იმას დიდი იმედი პრიორიტეტი. არა მაქვს ბატონო ლევან, იმედი არა მაქვს, აღარ დამჭირ. ბოლო 23-ში შევიტანე, კიდევ არ გამომიცხადეს. თქვენ შეიტანეთ თქვენი განაცხადი და ენა ვინც იცის, ბათუმში შევიტანე. იმას დიდი პრიორიტეტი. გამოცდაზე იმაში ნახოთ. ეხლა ქალბატონ მარინა არ წავიდეს, ქალბატონ მარინას მინდა ვთხოვ. ბოლო 23-ში შევიტანე, კიდევ არ გამომიცხადეს. ბათუმში შევიტანე, გამოცდაზე იმაში ტრაბზონში საკონსულტაციო შევედი. 25 კულა მივიღე, მაგრამ კიდევ არ იმითხრეს. ბატონო ისა გამოსტორდება, გული არ გაიტეხოთ. რა ვიცი. ეხლა ქალბატონ მარინას მინდა ვთხოვ, გარკვეული სიახლეები არის ჩვენ ეხლა ქალბატონი მარინა ქურდაძე. მაგრამ კიდევ არ იმითხრეს. ხო, მიყვება, ესე იგი, არხოტის საპილოტე პროექტის მომზადებას და გვეტყვის ნაწილობრივ რა მდგომარეობა გვაქვს და შემდგომ უკვე რა ვიცი. ლენტეხზე გადავიდეთ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ჩემო კარგო ხალხო. მოკლედ ესეთია მდგომარეობა, რომ ამ არხოტზე და ამღაზე რო ვიარე და ბოლო მივაკვლიე, რომ ეს პროექტი არსებულა ამღის აღორძინების, მაგრამ მხოლოდ რაღაც ცოტა გამოკითხვებით სახლების, რომელიც რა თქმა უნდა ჩვენ არ გვაკმაყოფილებს და ამ სიარულში დავუკავშირდი კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოს მის უფროს თია ონიანს, ხო არ მეშლება ხო თია ონიანს და მოვასწარი გასაუბრება. მითხრა რომ მე საქმის კურსში ვარ, ვინც ამ აღდგენებზე მუშაობს, ის ორშაბათს გამოვაო შვებულებაშია და კიდევ უფრო კონკრეტულად გავეცნობიო რაო, როგორ მე ვუთხარი პროექტი ვის მიერ იყო შესრულებული, თქვენთან როა შემოსული და ასე შემდეგ, ქართულს რო უნდა დაეფინანსებინა, კიო ვიციო, გაჩერებულიაო და რადგანაცო ეგო 21 წელში დაიძრაო, სხვა რეგულაციებია ეხლაო. ანუ ამ პროექტს ვერ განვაახლებთო, იმიტომ რომ იქო რაც იყო მდგომარეობა, იმის მიხედვით არის დაანგარიშებული და გაკეთებული აღდგენის პროექტი, მაგრამ ეხლა იქ ჩამოიშალა, იქ რაღაცა გაკეთდაო და ამასო მე გავივლიო და ყველაფერს ერთათო შეხვედრაზეც უარი არ უთქვამს. საკმაოდ მოვასწარი საუბარი, მაგრამ მე მომიბოდიშა, რომ მინისტრი აი ამ წუთში 9 საათის წინო გადადგაო, ხო იცითო მაინცო ვერტიკალთან ვართო დაკავშირებულიო და აბსოლუტურად ჩაიაროს ამ სიტუაციამ, რა ეს იყო მინისტრი რო გადადგა, კულტურის მინისტრი ზუსტად იმ წუთებში და ძალიან ბევრი ზარი შემოდიოდა და მომიბოდიშა და დაამთავრა საუბარი. მაგრამ იმედი მომეცა, რომ თავიდან აღდგება თუ თავიდან გაკეთება თუ რაღაცა და მე ვუთხარი, რომ ჩვენთვის ეს ძალიან კარგია, რადგანაც დაძრულია, ერთობლივად გავაკეთებთ ამას და ის ხარჯები, რაზეც იყო მოლაპარაკება თუ თავიდან გააკეთებთ თუ განაახლებთ ამ პროექტს, ის ჩვენ დაანგარიშებულს
გამოაკლდება და ერთობლივად რაღაცას ვიზამთ, მაგრამ ჩვენი მიზნობრიობა სხვა არის მეთქი და ძალიან მოეწონა ახლა რა თქმა უნდა რომ მარტო სახლებთან არ არის ეს დამოკიდებულია რომ იქ უნდა ჩასახლდნენ და იქ უნდა სიცოცხლე დაბრუნდეს. მერე აი ვიძრომიალე, ნუ ახლა სულ მაინტერესებს რა რომელ წელს რა იყო ამ ამღაზე, ამ არხოთზე და ასე შემდეგ და როცა აკეთებდნენ ამ გზას არხოთში ჩამავალ გზას ბევრი ვიდეო ვნახე და რა თქმა უნდა იქ ჩემი ძალიან ახლობლები აღმოვაჩინე ამ ვიდეოს ნახვის პროცესში და დავუკავშირდი როგორ იყო, რანაირად იყო, ამღაზე არ ქონდათ და აღორძინებაზე ინფორმაცია, მაგრამ ეს გზა როგორ მიმდინარეობდა, როგორ გააკეთეს, მე ვთხარი, კარგია, მაგრამ დანარჩენი მეთქი ახლა შევაპარე ეს პროექტები და საერთოდ თუ იქ ადამიანი და ხალხი არ არის, გზა რატო გაიყვანეს მეთქი, ხო? 17 წელში დაიწყო, დამთავრდა და გზა უნდა ადამიანს რომ გაუადვილდეს მიმოსვლა, ხო? და იქნებ რამე იყოს ისეთი მეთქი, რომ ჩვენ წამოგვადგეს და ამასაც ძალიან მოკლედ განვმარტე რა მიზნობრიობა იყო ჩვენი ამ მუშაობის საბოლოო, რა მიზანი იყო. მიხვდა ეს რაც ჩვენ გვინდოდა ეს დემოგრაფიული პრობლემები, ეს მიგრაციის პრობლემების მოგვარებაში და მიგრაცია და სხვათა შორის ვუთხარი რომ საზღვრისპირა რეგიონებში თან მეთქი ჩემთვის პლუსი იმიტომ არის არხოტის ხეობა რომ სამხედრო გარნიზონი ამას დავარქმევ მეთქი სამხედრო სამოქალაქო ჰაბს და რაღაცა ვუთხარი რომელიც აღნიშნე უიო ჩვენო ეგეთი სამხედრო პუნქტები და გარნიზონებიო ყველა საზღვრისპირა რეგიონში გვაქვს ნუ ეხლა მე არ შევყევი რომ აბა სადა გაქვთ როგორა გაქვთ კიო ეგო პროექტი არსებობდაო იქო სამხედრო დანიშნულებისო გარნიზონებიო და ცენტრები და ეგეთებიო ყველგანო იქ ამდენი კაცი იყო აქ ამდენი კაცი იყო ერთი სიტყვით ეგო პროექტებიო კი ბატონო იყო როგორ არაო მაგრამ ეხლა როგორ არის არ ვიციო და ძალიან აქ გთხოვთ მეთქი შემხვდით და დავილაპარაკოთ მე ვთხარი ახლა მძლად შორებელიც არ არის და მართლა ძალიან ახლობელიც არ არის მაგრამ პატივს ცემს ჩემს ოჯახს ჩემს საახლობლოს და არაფერი არ იყო აქ დასამალი ის რაც გაკეთდა თქვა ძალიან გულახდილად და მითხრა რომ აუცილებლად მაგრამ ეხლა ისეთი პერიოდია ზაფხულის პერიოდია ომეცო გასასვლელი ვარო თან რაღაცა ჯანმრთელობის პრობლემაც მაქვს და აუცილებლად შეგხვდებიო და ამ ყველაფერს ალბათ მეტყვის ესე იგი მე გავიგებ კიდე რომ ეს სამხედრო კულტურული ცენტრი და ასე შემდეგ რამდენად იქნება მაგათმა რა გააკეთეს როგორ იმუშავა ამ პროექტმა სადაც ეს საზღვრისპირად ჩასახლებული ეს თუ გარნიზონები გააკეთეს და ასე შემდეგ ახლა ტელეფონზე რას მოვასწრებდი ამ ყველაფრის თქმას რა მაგრამ რაც მინდოდა გავიგე და ესეც ერთ-ერთი ნათელი წერტილია ამ ჩემი პროექტისთვის რომ ამ პიროვნებას ყველაფერს ვათქმევინებ რა როგორ ანაირად და იმედსაც ვიტოვებ რომ იქნებ თვითონაც და მისი უწყებაც დაგვეხმაროს ეს არის მოკლე მიმოხილვა მაგრამ რაც გავარკვიე მე ვთხარი მე პირადად ჩვენ ვიყავით მეთქი ჩასული აქ ეს არის აქ ეს არის აქ ეს არის იქ ხალხს დაბრუნება უნდა ხელშეწყობა უნდა სოფლის მეურნეობის ცოტა ხმამაღალი ნათქვამი აღორძინება მაგრამ თავისი ოჯახისთვის უნდა სასოფლო სამეურნეო მეურნეობას მიყოს ხელი მეცხოველობა იქნება თუ რაც იქნება ამდენი სიკეთეები აქვს იმ კუთხეს მეთქი ეგო როგორ მითხრა იცი ძალიან ბევრჯელო
რა თქმა უნდა, შეთავაზებული იყო. მე როგორც გავიგე, აი ოცნების მიერ კი იყო, დაიწყო შეთავაზებულიც იყო, მაგრამ რატომღაც რაღაცების გამო ბოლომდე ვერ არის მისულიო თუ ჯერ კიდევ განსახორციელებელიაო, აი ესეთი დასკვნა გამოვიტანე. ანუ მაგასაც რო შევხვდები, მაგასაც გავიგებ, რა იყო, როგორ იყო, რანაირად ხო. აი ეს ბოლო ინფორმაცია, ლევან, შენ არიცი, იმიტომ რომ იმ საღამოს დაველაპარაკე მე. მოკლედ ეს ორი იმედი მაქვს, რომ რაღაცას დავაყენებთ საშველს და ყველაზე დიდი იმედი ჩემი არის ეს ანკეტიზაცია. სად წავლენ? თუ ეს ანკეტა შეივსება, უკვე ფაქტია, რომ აი ამას უნდა დახმარება. მერე მოუყვები იმას და რა შეგვიძლია შევთავაზოთ და რომელი უწყება და რომელი არა უწყება თუ სამთავრობო თუ არასამთავრობო, როგორ დაგვიდგებიან გვერდში. აი აქ ვარ მე გაჩერებული და ნახოთ რა გამოვა. ყოველ შემთხვევაში მე უფრო გონია რომ უნდა უფრო გაადვილდეს, მაგრამ რაღაცა ისე მელაპარაკა ამ პიროვნებამ რომ, მაგრამ მაგაშიც არ არის საქმე რა, გაადვილდება მე თუ მსურველები მეყოლება იქ დამბრუნებლების. მე გადმოვინაცვლებ აქეთ და აქეთ. ეხლა ჯერ ის ხეობა კარგად არის რა, ისე რომ იმედიანად ვარ და ნახოთ რა. აბა თქვენ რა გექნებათ ეხლა მეცი რას ვაპირებ რომ თქვენის ნებართვით არ ვიცი რამდენად უნდა გავხსნათ ეხლა მთლიანად კარტები. მე პირადად მინდა რომ მაინც და მაინც არ გავხსნა ეს კარტები და ისე დავალაგო სიტუაცია რომ მე ზემოდან დაიწყოს ამ ყველაფრის მითითება და არა ქვემოდან. მე არ ვიცი ეხლა არა ვარ აი ის ვიცი რასაც ვაკეთებ, მაგრამ იმის უკან ვის რა ვინ საიდან რას იზამს, როგორ იზამს, არც მინდა ასე ბოლომდე ვინმეს გაუმხილო ეს ჩემი მიდგომები. მე ესეთი აზრი მაქვს. თურმე თუ იყო, თუ რაღაცა იყო, თუ ესეც იყო, იმდენად გამიკვირდა მე რომ თქვა რომ კიო მანდო სამხედრო ისე რაღაცა არ გაამართლაო. მე მეუთხარი ეს ორიენტირებული უნდა იყოს იმ რეგიონის ახალგაზრდებზე მეთქი, დასაქმებაზეც მეთქი, ხელშეწყობაზეც მეთქი, იმიტომ ვამბობ მეთქი რომ სამხედრო სამოქალაქოს, ამიტომ ვაკეთებ მეთქი და ну რა ვიცი ახლა ტელეფონზე ხო ვერ დავსაბუთებდი ყველაფერს და რომ ვნახავ ალბათ და ეს მოხდება ალბათ სექტემბერში, მანამ არა. აი თქვენი აზრი მაინტერესებს, კიდე რას მივაქციო ყურადღება. მე ყოველ შემთხვევაში სანამ ანკეტიზაცია და არ დამეხმარება, სხვათა შორის ციკლაურიც ახსენა ლევან. იქო ის არისო არმაზიო ციკლაურიო და ნუ მაგანიცის მანდო რა და როგორო ყველაფერი. მე რა ვთხარი რომ მეგზურობას ვიწევდა მეთქი. ოჰო, ნუ ახლა კი ბატონო, მე დავილაპარაკოთ. და მე არ გითხრათო, რომ რა მდგომარეობა. კი მე ვთხარი, მე მითხრა ის რომ დაბრუნება უნდა, აი 10 კაცი სურვილი ექნება და შეგვიწყობს ხელს მეთქი და ნახოთ რა. რა გამოვა. და მე არ გითხრათო, რომ რა მდგომარეობა. კი მე ვთხარი, მე მითხრა ის რომ დაბრუნება უნდა, აი 10 კაცი სურვილი ექნება და შეგვიწყობს ხელს მეთქი და ნახოთ რა. რა გამოვა. კარგით, ესე იგი პრინციპში ძალიან კარგი არის, რომ ქალბატონმა მარინამ ეს კონტაქტი კულტურული მემკვიდრეობის საანკეტოსთან დაამყარა. ეს შედეგიანია, იმიტომ რომ ეხლა ჩვენ ყველაფერს არ უყვებით, იმიტომ რომ რა აზრი აქვს ეხლა რამე თხოვნები დაუყენოთ სააგენტოს ან რომელიმე სტრუქტურას, როცა ზემოდან არის თემა, ზემოდან უნდა გადაწყდეს, ზემოთ გადაწყდება და ის მერე შესაბამისი დავალებებით წამოვა. მაგრამ რა უნდა გადაწყდეს ზემოთ, ეს ჩვენი მოსამზადებელია.
აი ზოგს უკვირს კიდევაც, აი რას აკეთებ? აი მაგას ჩვენ ვამზადებთ, ჩვენ მოვამზადებთ და მივცემთ და მერე მოვვითხოვთ კიდევაც. ვინ რა უნდა გააკეთოს, ვინ რა ფუნქცია უნდა შეასრულოს. ეხლა არხოთის მაგალითზე, აი რატო იყო საჭირო, ხო? იმიტომ რომ იქ მომზადებული იყო რაღაცა, ნუ ეხლა მთელი სრულყოფილი პროექტი ალბათ არ არის, მაგრამ ასე თუ ისე იქ სახლები როგორ უნდა გარემონტებულიყო, იქ 6 სახლი არის კულტურული მემკვიდრეობისო, ეს იყო 2017 წლისათვის, 19 წლისათვის აქ ჩაიდო ხომ ამ პროექტში. ეხლა რო ვიყავით ჩვენ ჩასული იმ სოფელა იგივე ამყაში, ხო? ის 6 სახლი აღარ არის, იმ 6-დან შეიძლება 2 იყოს. აი პირდაპირ გეუბნებით რა. ამიტომ ის კორექტირება დაჭირდება, რა თქმა უნდა, ამ პროექტს, აღდგენის პროექტს და რა არის იქედან რისი გამოყენება იქნება შესაძლებელი, როცა გავეცნობით, დავინახავთ ჩვენ. და ეხლა ზოგი ერთ ამბობს, მეორე ცოტა მიბმები არ არის ხოლმე რა, ეხლა მესმის არ მინდა არავინ გავაკრიტიკო, მაგრამ ხანდახან აი ბიუროკრატიულ სისტემაში რაღაც ფურცელი არის, ის კარგავს თავის დატვირთვას და ზოგს გონია რომ ის ფურცელზე რაც არის, ის ხდება, რეალობა სხვა არის და ბევრი ნიუანსია და ამას ჩვენ ვაწყდებით, აი ჩვენ პროცესში ვაწყდებით ყოველთვის. ამიტომ მოდი ესეთ გავაკეთოთ, ეხლა ქალბატონი მარინა წასვლას აპირებს, ესე იგი უნდა წავიდეს აგვისტოს ბოლომდე არ იქნება, მაგრამ მიუხედავად ამისა, რაც მე გავაკეთებ, მაგალითად კონტაქტზეც ვიქნები, რომ აი ეს ანკეტირება გავაკეთებინოთ არმას ციკლაურს. არმას ციკლაურმა თქვა, რომ 10 არა, მაგრამ 8 ოჯახზე საუბრობს, რომელიც რეალური სურვილი გამოთქვეს, რომ დაბრუნდნენ თავიანთ მიწაზე, იგივე პირიქით ახევსურეთში, არხოტის ხეობაში, რამდენიც იქნება დავიწყოთ იქიდან და პარალელურად ინფორმაციები მოვაგროვოთ და კარგი ის არის, რომ ჩვენ სამებაზე უკვე მონახაზი გვექნება და იგივე მოდელს გამოვიყენებთ ჩვენ არხოტშიც. რა თქმა უნდა, ცლათრს გავსება არ არის, მაგრამ რაღაც კორექტირებით იქნება ესე ჩამოყალიბებული რა. აი რაღაც ესე შევთანხმდეთ მაშინ და კიდე იქ ლუდის პროექტი იყო რაღაცა, მე მგონი მოვახერხებთ, რომ აგვისტოში ლუდის აპრობაცია გავაკეთოთ არმას ციკლაურთან, რომ ეს საოჯახო ლუდის განვითარების რაღაც ის გავაკეთოთ. სხვათა შორის ჩაიტანა არმას ციკლაურმა, ჩაუტანა იქ აი პროფესორი ერთადერთი გვყავს ჩვენ მეცნიერებათა დოქტორი ამ ლუდის მიმართულებით საქართველოში, ეს არის გიორგი მაისურაძე. და მას ჩაუტანა, ესე იგი, ადგილობრივი ლუდიც, ეხლა ათენგენობა იყო და მომზადებული ჩაუტანა, ასევე კარგია ის, რომ ჩაუტანა ასევე ის საფუარი. საფუარის მთელი მიკროფლორა ლაბორატორიაში შესწავლილი იქნება, შეიძლება რამდენიმე დღეში პასუხიც კი გქონდეს. აი რა არის მისი უნიკალურობა, ამას დაადგენს გიორგი მაისურაძე. ესე რომ აი ნელ-ნელა მივდივართ აქეთკენ და რა ვიცი, ეხლა მაინც ზაფხულის პერიოდია. და ყველა შემთხვევაში, რაც აქტუალობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რა მიმართულებითაც არის, იმაზე ვიმუშავებთ. ქალბატონ მარინას მადლობა უთხრათ და დანარჩენს მე მაინც კონტაქტში ვიქნებით და გავაგრძელებთ რა. ეხლა მინდა ქალბატონ ნინო მეშველიანს გადავცე სიტყვა, ეს არის კიდევ დამატებითი უпростоრად აი იქეთ დასავლეთ საქართველოს მთიან ზონაში, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელი ბავარი. როგორც ქალბატონმა ნინომ შეარჩია, მასთან დაკავშირებით გვინდოდა რომ ინფორმაცია მოგვესმინა. ქალბატონ ნინოს ვთხოვთ. კი ბატონო. მოგესალმებით კონფერენციის მონაწილეებს, ბატონო ლევან. ჩვენ წარმოვადგინეთ მოკლე მონახაზით ლენტეხის თემი, ლენტეხის რაიონი, ხელედის თემის სოფელი ბავარი. და დავიწყებთ, წარმოდგენილიც მაქვს, თორნიკე ჩართავს ახლა იმას, გადაგზავნილი მაქვს. ხო. თორნიკე ჩართავს. ისმის ხმა ხო? ეს არ არის თორნიკე, ეს სხვა რაღაცაა. სხვა რაღაცა არის. აი, კი, დიახ. სოფელი ბავარის პასპორტიზაცია. ეს არის ხელედის თემი. ლენტეხის მუნიციპალიტეტი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე. გეოგრაფიული მდებარეობა და ბუნებრივი პირობები. ზღვის დონიდან, როგორც აღნიშნე, მდებარეობს 1265 ესა წერია უკვე. მანძილი ლენტეხამდე არის 25 კილომეტრი, მანძილი ქუთაისამდე დაახლოებით 100 კილომეტრი, სადაც მინდა ხაზი გაუსვა, რომ გზა არის არაჩვეულებრივად გაკეთებული, მაღალი სტანდარტების მქონე გზა ქუთაისი ლენტეხის მიმართულებით. მინდა აღვნიშნო განსაკუთრებით.
მანძილი თბილისამდე დაახლოებით 340 კილომეტრი. ადმინისტრაციული ერთეული ხელედის თემი. რეგიონი, როგორც აღნიშნე, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი. კლიმატური ზომა ზომიერად ნოტიო მთიანი. მთიანი რეგიონებს როგორც შეეფერება, ისეთი ეს არის კლიმატი. საშუალო წლიური ტემპერატურა 8 გრადუსი, იანვრის საშუალო ტემპერატურა -3, -6 გრადუსი. ივლისის საშუალო ტემპერატურა 18 გრადუსი. წლიური ნალექებიც მოდმოცემულია. სავეგეტაციო პერიოდიც და თოვლის საფარი, ასე კი თოვლიანობა მიმდინარეობს ნოემბრიდან მარტის ჩათვლით. ესეთი კაცრი ზამთარი იცის მანამდე. ბუნებრივი პირობების ძირითადი თავისებურებები. სვანეთის ქედი, სამხრეთი კალთა, მდინარე ხელედულის ხეობა. წიფლის, მუხის, წიწოვანი ტყეები გარშემორტყმულია ეს სოფელი. უხვი წყლის რესურსები და მთავარი სტრატეგიული მდინარე არის ხელედურა. მთის მდელოებით გარშემორტყმული, ეკოლოგიურად სუფთა გარემო როგორც ყველგან. თუ არ ჩავთვით, პატარ-პატარა მეწყრული პროცესების ლოკალური რისკი არსებობდა ადრე. ახლა ეს იმ გარენში არა იმ სოფლის, სადღაც იყო იქ პატარა მონაკვეთზე. მაღალი ბიომრავალფეროვნება. ახლა გადავიდეთ დემოგრაფიული შეფასებაზე. ხო. დემოგრაფიული ტენდენცია, შარშანდელი აღწერასთან დაკავშირებით და ითქვეს, რომ ლენტერში ყველაზე დაბალი მაჩვენებლებია. 2000 ახლა რიცხვებით 2002 და 2014 წლებში მოსახლეობა დაახლოებით 86%-ით შემცირდა, რაც სხვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ყველაზე დაცილი სოფლებში არის ლენტეხის რაიონის შესული. ყველაზე დაცილი ეს სოფელი ბავარი საერთოდ არც ერთი ადამიანი ცხოვრობს, ისიც და ზაფხულობით 14 კომლი არის, რომელიც რაღაც მეფუტკრეობას და მეცხოველებას ეწევა. დემოგრაფიული შეფასება. სოფელში მუდმივად მცხოვრებთა დიდი ნაწილი ხანდაზმულია. ახალგაზრდა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი საცხოვრებლად ლენტეხში, ქვემოთ რაიონში ან ქუთაისში, სოფელი წყალტუბოს რაიონი საყულია, თბილისში და საზღვარგარეთ, კერძოდ ესპანეთში. ძირითადი გამოწვევები რა არის? მოსახლეობის დაბერება, დაბალი შობადობა, შრომითი მიგრაცია, ცარიელი საცხოვრებელი სახლების და თითქმის დაცლილია ეს სახლები. ზოგი გარემონტებულია, ზოგი მამაპაპისეულ ადგილს უბრუნდება ზაფხულობით და ესე ჯაჭვი არის, რომ არ წყდება. მოკლედ არ ტოვებენ რა, მინდა ვთქვა ეს ხაზგასმით, რომ შეძლების დაგვარად არ უნდათ, რომ ეს სოფელი მიატყო. მიწის რესურსებს რაც შეეხება, გადავედით. საჯარო რეესტრის ამონაწერიდან წინაწარის შეფასებით სასოფლო სამეურნეო მიწები, ტყის ფონდი, საძოვრები ამ რაიონში, რა ქვია, დაბაში, საკარმიდამო ნაკვეთები, მიტოვებული საცხოვრებელი სახლები. ძირითადი პოტენციალი არის მესაქონლეობა, ეკონომიკური აქტივობას რაც შეეხება, არის ეს მესაქონლეობა, მეხორცეობა, მერძევეობა, მეფუტკრეობა, მოდის მან მთიან რეგიონის დამახასიათებელი კარტოფილი, სიმინდი არა, ლობიო, ხეხილიც, არ ჩავთვლით მთის ხეხილს თუ ჩავთვლით. თხილი, ნიგოზი, ტყის არა მერქანული რესურსები, მცირე საოჯახო მეურნეობები არსებობს და დღესდღეობით მეფუტკრეობა განვითარებული ამ სოფელში, იმიტომ რომ კაკლოვანი კულტურები და სამკურნალო მცენარეებით გამორჩეული სოფელია, მინდა ვთქვათ, მთელს ქვემო სვანეთში. კლიმატური შესაძლებლობებიც ხო ვილაპარაკეთ, რაც შემოდის აქ ყველაფერი არის ძალიან მაღალი ხარისხის. ინფრასტრუქტურას რაც შეეხება, მე მინდა მოკლედ თქვა, ელექტროენერგია არის ხელმისაწვდომი, მაგრამ ხან გზა, ხელედისაკენ მიმავალი გზა დაბიდან, ლენტეხის რაიონიდან ხელედის თემამდე მიმავალი გზა არის აბსოლუტურად ასფალტირებული, მაგრამ ხელედიდან სოფელ ბავარამდე იქ აუცილებლად საჭიროებს რესტავრაციას გზის. ხო, რაღაცნაირად გზის რესტავრაციას. მთიანი რეგიონის წარმომადგენლები მიდიოდნენ იქ და არ იყო ისეთი ის რა, ყოველთვის ჩამოწვება ხოლმე რაღაც საჭიროებს გზის ინფრასტრუქტურას. ინტერნეტის შეზღუდული რაოდენობით, მობილური ნაწილობრივი ჭერს, ბუნებრივი აირი არ არის, სკოლა. რაც შეეხება სკოლა ამხელა თემში, სოფელში არ ფუნქციონირებს, მხოლოდ და მხოლოდ ფუნქციონირებს სოფელ ხელედში და ისიც 18 მოსწავლეა 18 მოსწავლე ამხელა თემში. ამბულატორიაც არ არის, მარკეტი და რაღაცები იმ სოფელში არ არის. SWOT-ის ანალიზი, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი, სახელმწიფო რაც შეეხება სახელმწიფოსადმი დახმარებებს,
იქ ფუნქციონირებს ძალიან სერიოზული შეღაბათები სხვადასხვა წარმოების გასავითარებლად. მაგალითად, მაღალმთიან დასახლებაში არის სახელმწიფო შეღაბათები, მოსახლეობის მკვეთრი დაბალი სიმჭიდრე, სუსტი ძლიერ მხარეებზე ვისაუბრებ და შემდეგ სუსტ მხარეებზე. უნიკალური სვანური ბუნებრივი გარემო და ლანდშაფტი, ტყის, წყლისა და მთის მდელოების რესურსები, ეკოლოგიურად სუფთა გარემო ორგანული მეურნეობისათვის, ორგანულ მეურნეობას უსვამს ხაზს. ისტორიული კულტურული მემკვიდრეობა და სვანური ტრადიციები და აქ შემიძლია დავამატო რელიგიური კუთხით, რომელიც გამორჩეული ეს მდიდარი სოფელი ბავარი. მან მეცნიერებაც აღმოაჩინეს, ამას წინათ ვისაუბრე, მაქსიმე ამსარებლის კვალი და იქ მიდის, რომ ბოლო წლებში ცხოვრობდა ეს დიდი სულიერი პიროვნება მან. თავისუფალი მიწის რესურსები და მიტოვებული უფრო მეტად თვალში საცემია ამ სოფელში მიტოვებული სახლების, რომლებიც მათ სახელზეა, მაგრამ ვერ მოდიან, ზოგს არ აქვს იმხელა საშუალება, რომ ეს გაარემონტოს და იქ მოვიდეს და იქ იცხოვროს. ზამთარი არის ძალიან მკაცრი მოგეხსენებათ და კლიმატური პირობების გამო იძულებული არიან წავიდნენ რა. ცხოვრობენ უმეტად ქალაქებში და ლენტეხის რაიონში. მცირე, მაგრამ ერთიანი ადგილობრივი საზოგადოება, თავისუფალი მიიღო სუსტი მხარეები, მოსახლეობის მკვეთრი დაბალი სიმჭიდროვე. ახალგაზრდები სამუშაო ადგილები და ახალგაზრდები მე მინდა ჩავთვალო მთავარ გამოწვევად. ეხლა საერთო ფონი რო ვისაუბრო, ახალგაზრდების დაცლა და ეს არის სამუშაო ადგილები, რომ მანდ ალბათ პერსპექტივაში გვაქვს რამე ისეთი, რომ ახალგაზრდები დაბრუნდნენ. სუსტი საგზაო და ინფრასტრუქტურა. სოფელში სოციალური მომსახურება არ არსებობს, სოციალური მომსახურების ბაზრებთან და მომსახურებთან დაშორება. დაბალი საფრთხეებზე არაფერი ისეთი არ ჩნდება. რაც შეიძლება შესაძლებლობა ამ სოფელს გააჩნია დიდი პოტენციალი რის შესაძლებლობას გვაძლევს ეკოტურიზმისა და მთის ტურიზმის განვითარებაში, საოჯახო სასტუმროების შექმნაში. მე ვსაუბრობ აგრეთვე ხელედის თემზეც, იმიტომ რომ ისეა დაკავშირებული ეს სოფელი პირდაპირ ამ სოფელთან რა, ერთ იმაში განიხილება ესენი. ორგანული სოფლის მეურნეობაც, მეფუტკრეობის და მესაქონლეობის განვითარება. აქვს ამას დიდი პოტენციალი. მან და იყო კომუნისტების დროს გახსნილი იყო ეკოლოგიურად სუფთა წვენების ქარხანა. იყო ესეთი რაღაცა და უნდათ რომ ეს თუ გაკეთდება რამე პროექტი, მიესალმებიან რა თქმა უნდა ნებისმიერ პროექტს იქ დაბრუნების. ეს იქნება ალბათ მცირე ესე იგი რეწვის განვითარება, თავარი იყო სვანური ქუდების გაკეთება და იმას რეალიზება როგორც ტურიზმის საკითხად, ისეთ სხვადასხვა დანიშნულების ამები. განვითარების სცენარები და ბიუჯეტი. ეს რო ვთქვათ ახლა განვითარება პირდაპირ დამოკიდებული არის ინფრასტრუქტურასთან, პირველ რიგში არის მხარდაჭერასთან, ეკონომიკურ მხარდაჭერასთან და აგრეთვე არის დამოკიდებული იმ აქტივობებზე, რაც სახელმწიფოც შეეხიდება იქ პროექტად. ქრონიკი აწიეზევით, ქრონიკე სურათი. დიახ. და ახლა ოჯახები ჩვენ ტურისტული სასოფლო განვითარებები, ახალი ოჯახის მოზიდვა, ეკოტურისტული მიმართულების შექმნა და ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერება, სხვადასხვა ღონისძიების, მეცხოველების მცირე კომპლექსი, მეფუტკრეობის განვითარების პროგრამა. სხვადასხვა პროგრამები არსებობს, რომლებიც უნდა განვითარდეს და აქ ფინანსური წყაროები უფრო მეტად არის მაღალმთიანი რეგიონების განვითარების პროგრამები ფუნქციონირებს და მინდა ვთქვა, რომ არ განხორციელებულა მაღალმთიანი რეგიონების ეს ფონდები, ისე ფონდები არსებობს. კი, სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოც გარკვეულ თანხებს არის ამაზე გამოწვეული, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის თანადაფინანსებაც არის, საერთაშორისო დონორებიც აქვთ და კერძო ინვესტიციების, ტურიზმი და აგროტურიზმის განვითარება. სამოქმედო გეგმა ძირითადად მოსამზადებელი ეტაპი არის 6 თვე. სოფლის სრული სოციალურ-ეკონომიკური კვლევა, მოსახლეობის საჭიროების შეფასება, მიწის რესურსების ინვენტარიზაცია. მიწის რესურსების ინვენტარიზაცია მინდა ვთქვა, რომ ყველას თავის იმაზე აქვს ეს საჯარო რეესტრში გატარებულია თვითონ და ესა მიტოვებული სახლები, როგორ ვთქვა, სახლები მათ ბალანსია, მაგრამ გარემონტებული ეს ინფრასტრუქტურა არ არის. პოტენციური
პოტენციური ახალი მაცხოვრებლების მოძიება. ახალი მაცხოვრებლები შეიძლება დაბრუნდნენ ისინი, ვინც გავიდა წლები და მშობლიურ კუთხეს მიანიჭეს პრიორიტეტი და რო თქვია დაბრუნება ჩვენს პროექტსაც, რომ დაბრუნდნენ, ამის დიდი რესურსიც არსებობს, რომ ისინი დაბრუნდნენ მშობლიური კუთხის გამოძახილით რო იტყვიან. ინვესტორებთან და დონორებთან კომუნიკაცია. ქონდა ამას ბევრი მე მოვიწიე სხვათაშორის გამგებელსაც ვესაუბრე და სერიოზული პროექტები გვაქვსო, სხვადასხვა მუშაობთ აქტიურად და ეს სოფელი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჩვენთვისაც. პროექტების ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება, ეს ახლა მე ჯერჯერობით ჩამოყალიბების პროცესშია და ალბათ ამ ტექნიკურ დოკუმენტაციის მომზადებაში ჩავერთვებით. ინფრასტრუქტურული აღდგენა 18 თვე, შიდა გზების რეაბილიტაცია. გზა აბსოლუტურად დაწყებული ქუთაისიდან დამთავრებული ხელედამდე ეს თემი გულისხმობ არის სრულად ესე იგი მოასფალტებული და კარგად გაკეთებული გზა მხოლოდ სოფელი ხელედიდან ბავარამდე პატარა მონაკვეთია იქ რაღაც გასაკეთებელი სხვა მგონი გადასარევად არის ყველაფერი გზის თემა. ინტერნეტი და მობილური კავშირის გაძლიერება იქნება ძალიან დიდი მნიშვნელოვანი აქ ძირითადად მობილურს უჭირს დაჭერა. სასმელი წყალი არის კი გაუმჯობესებულია, სასმელი წყალი საუკეთესო წყალი მოდის მანდ. დიახ, სოფლის საერთო სივრცის მოწყობა. ну პატარა რაღაცების მოწყობაც არის ალბათ დაგეგმილი მანდ, მაგრამ უფრო მეტად ყველაფერს ამას განაპირობებს ის ანკეტირება, რომელიც დაბრუნდება ეს ხალხი და აი გვექნება ამის უშუალოდ შეხება, რომ ეს ხალხი ბრუნდება და ამ ფონზე რაც გაკეთდება, მანდ მე მგონი ეს სოფლის საერთო სივრცეც მოეწყობა მანდ რაღაც პატარა ჰაბები და პატარა რაღაცები. არის ამის პერსპექტივაც. მოსახლეობის დაბრუნება და ჩასახლება. საკარმიდამო მიწის გამოყოფა. საკარმიდამო მიწები აქვთ დარეგისტრირებული როგორც ვილაპარაკე და მათ სახელზეა, რომლებიც წელიწადში ან ზაფხულობით ჩადიან და უვლიან, მოიყვანენ მოსავალს და ისევ ბრუნდებიან თავიანთ ადგილებში. არსებული სახლების აი ეს არის ყველაზე მთავარი. არის ისეთი სახლები, რომლებიც რეაბილიტაციას საჭიროებს ძალიან. დიახ. რამოდენიმე სახლი იქნება ეს ახლა ბევრი ისე არ არის, რომ მიტოვებულად ძირითადად მაინც უვლიან რა საშუალებაც გააჩნიათ. აი რითაც შეუძლიათ არატოვებენ მათ ძირეულ სოფელს და რაღაცით უვლიან. ახალგაზრდა ოჯახების მოზიდვის პროგრამა. ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი პროგრამა, როგორც ვიცი, ჩვენი პროექტის. ახალგაზრდა ოჯახების და ჩვენი თემაც სწორედ ეს არის. ახალგაზრდა ოჯახები დაბრუნდებიან იმ შემთხვევაში და მე ვესაუბრე ჩვენს ახლობელ ადამიანს, რომლებიც ესე იგი მათი ბებიე, მათი დედები და ისინი დაბრუნებას რომ გადაწყვიტავენ, მათაც უნდათ რომ იქ ეს ჯაჭვი არ გაწყვიტონ და თვითონაც იცხოვრონ. და მთავარი პრობლემა დასახელებენ იმას, რომ ეს იქნება აი დასაქმდეს ადგილზე ეს ახალგაზრდობა და რაც ეს კონდეთ შემოსავალი ადგილობრივი შემოსავალის ფონზე. სოციალური ინტეგრაციის ღონისძიებები ეს არ ვიცი გამოსაძირის არის უკვე პრიორიტეტი არის, მაგრამ ამ ეტაპზე ჯერჯერობით არ არსებობს ახლა ამის გამთობის სივრცე. მცირე საოჯახოების ყველაზე მთავარი მე მინდა ვთქვა ყველა ოჯახს დაწყებული ხელედიდან დამთავრებული ბავარამდე მცირე საოჯახო მეურნეობები აქვთ. ეს აი ახლაც ფუნქცია ახლაც აქვთ ეს უკვე და უფრო გასავითარებელი რო იქნება და აი უფრო რომ დაეხმარება თუნდაც სახელმწიფო ამ მეურნეობის ესე იგი განვითარებაში და უფრო რომ განავრცონ ეს თავიანთი პატარა მეურნეობები, შექმნიან თავიანთ პატარა მიკრო იმას რა ქვია მეურნეობის პატარა ადგილს, რომ სადაც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს გაყიდიან ადგილზე. ეს იმიტომ რომ ეს არის ტურისტული მიმართულების ადგილი. გამგებელმაც თქვა, რომ ესე იგი მალე იგეგმება ეს ბავარის ძალიან ესე იგი ტურისტულ სივრცედ ლენტეხის რაიონის ერთ-ერთ მაშინ უნდა იყოს რა აუცილებლად პროგრამაში აქვს. ну მან რაღაცები გაკეთდება ტურისტული ხაზით. ეკონომიკური განვითარება, სასოფლო სამეურნეო კოოპერატივები. თქვენ როგორც ბრძანეთ ერთ-ერთ კონფერენციაზე, სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების შექმნა იქნება ჩემი აზრით ერთ-ერთი პრიორიტეტული.
მეფუტკრეობის გაძლიერება, კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ მთის თაფლი არის ძალიან, ესე იგი, სამკურნალოდ და ცნობილიც არის თვითონ ამ რეგიონის თაფლი. მესაქონლეობის განვითარება, ასევე სხვადასხვა მესაქონლეობის განვითარება, საოჯახო სასტუმროების ქსელი. ახლა სასტუმროების ქსელის შექმნა ისევ და ისევ საოჯახო, როგორც შეექმნება და როგორც დააფინანსებენ და როგორც პატარა დივიდენდებს გამოუყოფენ, სასტუმროების შექმნა ყველაზე პატარა საოჯახო იქნება პრიორიტეტული. ეკოტურისტული მარშრუტების განვითარება მალე უნდა გააკეთონ აქტ იდეაში და ეს იქნება თვითონ სახელმწიფოს პრეროგატივა ეკოტურისტული მარშრუტების განვითარება თვითონ ამ იმაში სოფელში. ადგილობრივი ბრენდის შექმნა ის იქნება, რომ სვანური მაგალითად ნაწარმი, სვანური კულინარია, სვანური ქუდების ეს როგორც აღნიშნე და სხვადასხვა შეიძლება აქ რაღაცა შეიქმნას, იმიტომ რომ ძალიან დიდ იმას გვაძლევს თვითონ ეს სოფლის რესურსი რა. სვანეთის მთის სვანეთის მთის ნატურალური პროდუქტი. ბრენდი შეიძლება შეიქმნას სვანეთის მთის ნატურალური პროდუქტი. ამ პროდუქტებში შედის სხვადასხვა ჩამოთვლილი, ესე იგი, არის შედის მანდ მერძევობის პროდუქტი, მეფუტკრეობის, მცენარეების, ესე იგი, ეკოლოგიურად, ესე იგი, სამკურნალო მცენარეები და ასე შემდეგ. მთავარი ინდიკატორები გადავედით, ესე იგი, მოსახლეობა მუდმივად ცხოვრები ოჯახები, ახლა ძალიან როგორ გითხრათ, როგორც ვაღნიშნეთ, 15 ადამიანი ირიცხება, ახლა მან როგორც ამოვიღეს ამის რეესტრიდან, ეკონომიკურად აქტიური ოჯახები არის 5. რაღაც სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების არანაირად არ არის მან ფუნქციონირებული, საოჯახო სასტუმროები 1-3 ხელედის თემში აქვს 3 ადამიანს. ტურისტული ვიზიტების წელი თითქმის არ ყოფილა 2000 წლიდან დაფიქსირებულია, ახალი მცირე საწარმოები არ გახსნილა. ინფრასტრუქტურის შეფასება არც იქ არის, მე მგონია, როგორ გითხრა ისეთი ძალიან სახარბელო მდგომარეობა. წყაროებით გამოყენებული მწარეების არის დასასრულს მინდა ვთქვა, რომ სოფელი ბავარი წარმოადგენს მაღალპოტენციურ, თუმცა დემოგრაფიულად მაღალმთიან დასახლებას ლენტეხის მუნიციპალიტეტში. მოსახლეობის მკვეთრი შემცირების მიუხედავად სოფელს გააჩნია მნიშვნელოვანი რესურსები. ტყის მასივები, სვანური ბუნება, წყლის რესურსები, მთის საძოვრები და ეკოლოგიურად სუფთა გარემო. ბავარის განვითარების მთავარი მიმართულება უნდა გახდეს მოსახლეობის დაბრუნება, ახალი ოჯახების მოზიდვა. ახალი ოჯახები შეიძლება მოვიზიდოთ ისევ იმ წარსული, რომ მიდიან და ესე იგი თვითონ გვარებით ბრუნდებიან. ხო, ახალი ოჯახები შეიძლება ვერ მოვიდნენ, მაგრამ თვითონ ძველი ოჯახები დაბრუნდნენ, განახლებული. გზის და კომუნალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. გზა, როგორც აღნიშნე, კარგად და მარტო ერთ მონაკვეთში არის გასაკეთებელი და კომუნალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. წყალი არსებობს, კარგი ის არის ინფრასტრუქტურა. მთის სოფლის მეურნეობის განვითარება, მესაქონლეობა, მეფუტკრეობა, ორგანული წარმოება. ეკოტურიზმის და საოჯახო ტურიზმის შექმნა კიდევ სახელმწიფო და ევროსექტორისთან, სახელმწიფოსთან ერთად თანამშრომლობა, მე თვითონ იმ პროგრამებს, რაც გვთავაზობს სახელმწიფო, მას აქტიურად გამოყენება და სხვადასხვა დონორ ორგანიზაციებთან ერთობლივად შეიძლება რომ ეს სოფელი, პატარა სოფელი, მაგრამ გამოყოფილი თავისი ისტორიითა და თავისი პატარა წყაროებით, რომ შეიქმნას, დაბრუნდნენ და ამ სოფელს მოჰყვეს ასევე იმ სოფლის გაძლიერება, რომელიც დიდი თემია. ეს არის ხელედის თემი. დიახ. პასუხისმგებელი კოორდინაციისა და საპასუხისმგებლო სტრუქტურები. ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის საქართველოს რეგიონალური განვითარების შესაბამისი უწყობები. სოფლის განვითარების სააგენტოც აქვს მაგარი პროგრამები ბავარის მიმართულებით. დასასრულს მინდა გითხრათ, რომ უმთავრესი, როგორც ქალბატონმა მარინა ბრძანა ანკეტირებაზე გვაქვს ახლა ერთ ქალბატონი აკეთებს, რომ რამდენი დაბრუნდება, რომ გვეცოდინება ამ სოფელში. და იმის მიხედვით იქნება ის პრიორიტეტების განხილვა იმ პატარა საწარმოსი, თუნდაც
და დასაბრუნებელი პროექტების განხილვა, რაც მათთვის პრიორიტეტული იქნება და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი. თუ ექნებათ მაგათ ეკონომიკური სიჯანსაღე, უპირველესად ხაზს გაუსვამ და ინფრასტრუქტურული მდგრადობა, იმედს ვიქონიებ, რომ ის ადამიანები, რომლებიც გარკვეული დროის გამო, მიგრაციის გამო დატოვეს სოფელი, დაბრუნდებიან ღირსეულად და ღირსეულად გააგრძელებენ იქ ახალ სიცოცხლეს. მადლობთ ყურადღებისთვის. Tana ბატონლევან ჩართავს თავის მიკროფონს და აგვირევა ჩვენ აქ ხმები, ერთ კითხვას დავსვამ. გაბატონინო, მადლობა. ერთი რამ მესაკუთრეებზე მაინტერესებს მიწის საკუთრების რეგისტრაციის საკითხი. გახსოვთ, აი ნახეთ როგორც საერთაშორისო იქნება გაკეთებული. ჩვენი გვარებით, სახელებით. არა, დავამთავრებ კითხვას. ვის რამდენია მიწა, რამდენია თავისუფალი, რა რესურსი გვაქვს თავისუფალი მიწის? აი საკითხი, თორნიკე. თქვენს გასაგვენათაც ვამ, გახსოვთ ხო? ეს ახლა უნდა წავიდეთ ჩვენ მანდ. არა, წასვლა უნდა, ეს ყველაფერი დევს, იმაში დევს ადრევესთვის. რეგისტრი არის, მიწე გვაძლევს ამის საშუალებას, კი, გქონდა ჩვენ ეს გამოვიტანეთ ამის ამბებისა თვითონ რეესტრიდან და მიწა აქვთ რეგისტრირებული და არის ასევე თავისუფალი საშუალება მიწის, რომ აი რაღაც ეს არის მაგას კითხულობ, არის რამდენია რეგისტრირებული, რამდენია საშუალება თავისუფალი, ეს ხო არ გააკეთე. ეგ უნდა დავაკონკრეტო ბატონოთ ამას დავაკონკრეტებ. რამდენია თავისუფალი, იმას აუცილებლად ჩავიწერ. და იმიტომ რომ ეს თავისუფალი, თითქმის ყველა თავისუფალია იქ მიწა. იმიტომ რომ ისეთი სოფელია, რომ არავის როგორ გითხრა, ზამთრობით, მხოლოდ და მხოლოდ ზაფხულობით ჩადიან და ზამთრობით კიდე ერთი ადამიანი. არა, მნიშვნელობა ქაბატონია, თუ იმას რეგისტრირებულია და თუ მესაკუთრეა, შეიძლება სულ არ ჩავიდეს, მაგრამ იმ მიწასთან ჩვენ ხელი ვერ ვიგრძნობა. მასაკუთრება არის, ამას გავარკვევ, თავისუფალი რამდენია, დიახ. არა რეგისტრირებული, ხო? დიახ. რეგისტრირებული და არა რეგისტრირებული. დიახ, ამას გავიგებ აუცილებლად. არ გამიგია და ხომ გავიგებ. ნინო, ერთი რაღაც მაინტერესებს. რა მაინტერესებს იცით? აი მე ხლა კარგად ვერ მოგაქციეთ თავიდან რაზე ქონდათ ექსოფელი არც მინახავს ინტერნეტში, მაგრამ ეხლა რო თქვით რომ ინტერნეტის პრობლემა და კომუნიკაციის პრობლემა, მაინტერესებს არის იქ ოპტიკა მიყვანილი სადღაცამდე? კი, ხელედის თემში. არის ხო? უბრალოდ არ არის თვითონ იმ სოფელში, ხო, წდომა არ არის. რა მინდა იცი, ჩემი პოსტა თუ იცი, გინდაც იმაზე, რა ქვია, ჩემ მესენჯერში. რაიონით, სოფელიც და მე ვნახავ, რომ სადამდეა ოპტიკა და რისი გაკეთება და რა გეგმები აქვთ. რო ვნახო მეც და აი ინტერნეტიზაციით და აი ამ კომუნიკაციის სფეროში რაღაცები გავარკვიოთ. მესენჯერში რომ გამოგიგზავნოთ სოფლის ისა, ხო? კი, გამომიგზავნე. რაიონის სოფელი და მაგას მე ისა ოპტიკა სადამდეა. კი ბატონო, ქაბადონო მაგას. რატომ მინდა იცი ეგრევე გადაუგზავნი? ვინც მაგ რეგიონს და მაინტერესებს როგორ იქნება. სოფელ ხელეთში, აი დიდი სოფელში იჭერს მობილურიც არის და ინტერნეტიზაციაც არის და იმ აი თუ კი რამე გაქვს ინფორმაცია, ხო, მესენჯერში მომწერე. თუ კი რამე ინფორმაცია გაქვთ, ხო? და რაც შეეხება პროექტებს, ხალბატონო მარინა, თქვენ იცით ალბათ სოფელ ხელეთში, აი დიდი სოფელში იჭერს მობილურიც არის და ინტერნეტიზაციაც არის და იმ აი თუ კი რამე გაქვს ინფორმაცია, ხო, მესენჯერში მომწერე. თუ კი რამე ინფორმაცია გაქვთ, ხო? და რაც შეეხება პროექტებს, ხალბატონო მარინა, თქვენ იცით ალბათ ესეთი პიროვნება, ხო, ან შეგვიძლია. კარგით, მადლობა, ძალიან საინტერესო იყო ეს ფაქტიურად ქალბატონმა ნინომ და ბატონმა თორნიკემ გააკეთეს ამ სოფლის პასპორტიზაციის პირველი ვარიანტი, ახლა ყველაფერი ვერ მოხდებოდა იქა. სწორი კითხვები დაისვა, აი რაც ბატონმა თამაზმა დასვა, იმიტომ რომ გაუფორმებელი მიწა კი არა, არა რეგისტრირებული. ესე ყველა იქ არ არსებობს, აი რომ წარმოიდგინოთ, იქ უნდა შევხედოთ ესე საკარმიდამოებთან დაკავშირებით რა ხდება. აი როგორც სამებაში გავაკეთეთ ეს ვიცით უკვე. ანუ ვიცოდეთ ვისი რა არის საკარმიდამო ეს ოჯახები
მათ როგორც ამბობთ, გაფორმებული აქვს, ვისაც არა აქვს გაფორმებული, ისეც გვეცოთ დავინახოთ, ეს არის ყველაფერი რეესტრის რუკებში და უნდა ვნახოთ იმაში, რა ქვია, ამ მონაწერებში და ასევე ცალკე უნდა ვნახოთ იგივე რეესტრის რუკების მეშვეობით, შეგვიძლია ვნახოთ სასოფლო სამეურნეო სავარგულები რამდენი არის. აქ თუ არა ვინმეს გაფორმებული, თუ არა აქვს სახელმწიფოსი რამდენი არის, რომ აი ჩვენ ვიცოდეთ, თქვა სახელმწიფოს მხრიდან, თუ კი აგროპროექტებზე იქნება საუბარი, რომ ეს ჩვენ შემდგომ გამოვიყენოთ. აი, როგორც სამებაში გავაკეთეთ, აგერ ქალბატონი თეატ ჩაგვერთო და გაკეთებული გვაქვს იქ და გვეცოდინება თქვა რა ბაზა არის, აი ეს რა წერტილიდან უნდა დავიწყოთ. აი, ანკეტირებაში ეს კიდე ჩაურთოთ, თორნიკეს დაგეხმარებათ, მეს დაგეხმარებით, რა შევავსოთ. და აი ეს გავაკეთოთ და მე ალბათ უკვე მიახლოებით ეს ერთი კვირის შემდეგ დავგეგმოთ აი შემდეგ იმისთვის წასვლა. დავგეგმოთ წასვლა ადგილზე რომ ნახავთ, მაგრამ წინასწარ ვიცოდეთ ისა ქალბატონინო ეს აუცილებელია რომ წარმოდგენა გქონდეს და მე ადგილზე რომ დავინახავთ, ბევრი აზრი მოგვივა. ეხლა იგივე არხოჩი რომ ვიყავით, ხო რაღაც მონახაზი გქონდა, მაგრამ რომ ჩავედით უამრავი თემა წამოვიდა. უამრავი თემა და მიახლოებით მონახაზი ვიცით რა გვაქვს გასაკეთებელი. ანუ ანალოგიურად აი იგივე ხელედის იმ თემთან დაკავშირებით და სოფელ ბავართან დაკავშირებით რომ აი იგივე უნდა გავაკეთოთ. თან ერთი რამე და კიდე გთხოვთ გარდა მიწებისა რა. ესე იგი თვითონ კონცეპტუალური დატვირთვა როგორი აქვს, ხო? აი რომ შევადაროთ ახლა მაგალითად სამებაში ხო მთლიანად ჩასასახლებელი გვყავს ხალხი. იმაში არხოტში დასაბრუნებელი გვყავს. საქართველოს შიდა მიგრაცია ეს არხოტის. თქვენთან მაგალითად სოფელ ბავარში ხო რა ინფორმაციაც ახლა თქვენ წარმოადგენთ ძირითადი ნაწილი არის საზღვარგარეთ წასული ანუ ემიგრანტები არიან ამიტომ რა მინდა გთხოვთ იქნებ მოვძებნოთ კონტაქტი აი ვინც ესპანეთი ბრძანეთ ძირითადად ესპანეთში არიანო რაღაცნაირად დავეკონტაქტოთ და უთხრათ რომ აი რაღაც პროექტს ვამზადებთ ჯერ არაფერი არ შევპირდეთ არავის უთხრათ და ვინ დაბრუნდება თუ კი იქნება სახელმწიფო პროგრამა რომ დაბრუნდეთ ხელი შეგეწყოთ და იქ იცხოვროთ აი რომ ვინ იქნება ესეთი სურვილი რომ შემდგომ უკვე ჩვენ დასაბრუნებელი კონტინგენტის ანუ ვინც უნდა დაბრუნდნენ მათი კონტინგენტის ანკეტირება ჩავატაროთ აი როგორც ეხლა მაგალითად სამებაში მიდის რა ანუ ყველა მიმართულები ნელ-ნელა დავიწყოთ მუშაობა ეს არ არის აუცილებლად ხვალვე გაკეთეს მაგრამ ნახოთ საკონტაქტო პირი ვინც ამ დაეკონტაქტება აი იგივე იმის ბავარის მკვიდრებს რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ ემიგრანტები და გავიგოთ მათი განწყობები და შემდგომ უკვე გადავიყვანოთ ეს ანკეტირებაში რომ რესურსი ვიცოდეთ რამდენ კაცს ვაბრუნებთ რეალურად რისი საშუალება თუ კი ესე იგი ამოქმედება შესაბამისი პილოტური პროექტის დაფინანსება და ეს იქნება რეალიზებული რა ამეთი არაფერი დანარჩენი მე მგონი პროცესი დაწყებულია და მივიყვეთ უნდა რავი თუ დიახ ბატონო ლევან ანუ იმ კვირაში რომ ვიცოდე რომ როდის რო წავალთ აუცილებლად დასასვლელები რო ვართ რომ გადავცე მაგათ რომ ის ადამიანის დაგხვდება მანდ ვინც ამას ყველაფერს აკომბინებას უკეთებს აი ეს ქალბატონი ვინც ამ სოფელში ჩვენ უნდა ჩავიდეთ და რომ ეცოდინება როდის ჩვენ გადავწყვიტავთ წასვლას რომ უთხრა მაგას იქ რო არ წავიდეს საგან იგი ანკეტირება არის თითქმის ზეგ მეკავშირე ყავს ხო ქალბატონინი დიახ მთელი ჩემი ნათესაობა მთელი ჩემი ყველა მეათ გველოდება მოკლედ რო იტყვენ ისე უხარეათ ბატონო თამაზ რომ ეს ნეტავ დაიძრას თუ მთელი სოფელი მთელი გაჯე გამგებლიდან დაწყებული ყველა ენთუზიაზმით და მთელი იმით არიან ჩართულები ვერ დაძრეს ეს ქონდათ ამათ პროექტები ქონდათ მაგრამ ვერაფერი ვერ გააკეთეს ბატონი მაიზერ ჩანქსელიანი გეცოდინება თქვენ პროფესორი ეს ბატონი რა არცადე მაგრამ მე ვერაფერი ვერ გავაკეთე მე უთხარი ახლა ჩვენ ვიწყებთ ამას და დაწყებული გვაქვს და ნახოთ ჯერჯერობით როგორ რა იქნება და ძალიან მიესალმა ამ დიდებულ საქმეს და არ ვიცი ძალისხმევას ჩვენ არ დავიშურებთ და არის ძალიან დიდი პერსპექტივა იმისა რომ დაგვიდგენ გვერდში ხო ძალიან კარგი მოხსენება გქონდათ ქალბატონინო ერთი მინდა ჩავერთო თქვენი ნებართვით დიახ ძალიან მე ტექნიკურ საკითხებს რა თქმა უნდა ჩაუღმავდეთ იქ რაღაც მაინტერესებს ვეგეტაციის პერიოდები კულტურები და ასე შემდეგ ეს ყველაფერი იყო მაგრამ სწრაფად ახლა იგი ახლა რა მინდა იცი ლევანიც გვისმენს ალბათ ესე იგი იმდენი ხანი ვიძახეთ რომ რეგიონული მიმართულება მნიშვნელოვანიო მერე სამინისტრო გააკეთეს მერე ვიძახე რომ ეს მინისტრი არაფრის გამკეთებელი არ არის და არაფერი არ იციანო და
ეხლა აი ამ მომენტისთვის ამიფეთქეს ტელეფონი მინისტრი გადააყენეს სამინისტრო გააუქმეს მდინარაძეს ძალოვან სტრუქტურებზე აღარ ექნება წდომა და გახდება ჩვეულებრივი სახელმწიფო მინისტრი რეგიონული მართვის საკითხებში. მოკლედ დინარაძემ გადაიბარა ეს თემა. ჩვენთვის ამას აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ ვერ მივახცევთ პრემიერამდე, სანამ მაგ იმას არ გავივლით. ალბათ ყველა შემთხვევაში ახლა მით უმეტეს ახალი იმითი ენერგიით დაიწყებს ამ რეგიონულ საკითხებზე მუშაობას. ასე რომ არ არის ამის ფორმატი, მაგრამ იმდენი გაურკვევლობა, იმდენი ვალდებულებები ქონდა ამ სამინისტროს, რაღაცა სტრატეგიები ქონდა, ვერაფერს ვერ აბავდნენ თავს. ეხლა ვინ გადაიბარებს ინფრასტრუქტურიდან მოცილებულია, აქ უკვე სამინისტროს სტატუსი არ აქვს, სახელმწიფო მინისტრი თავისი რაღაცა აპარატით ოფიციალურად გამოაცხადეს, რომ 1 სექტემბრიდან სამინისტრო გაუქმებულია, დემის რა ქვია, გაუქმების რეჟიმში გადაიყვანეს. მოკლედ ცვლილებების რეჟიმში ვარ, ცვლილებების დროა და ჩვენ სულ მზად უნდა ვიყოთ, ასე ვთქვათ, საქმიანად. ეგ მინდოდა მეთქვა, იმიტომ რომ აი წარამარავ თიშავდი ამ ტელეფონს უკვე დამღალეს, ძალიან ბევრი მირეკავდა ეხლა რა, ჩართე, ნახე, აი კონფერენციას თუ მოусმინე. აი ახლა ამ წუთებში მოხდა დაახლოებით 11 საათის განმავლობაში ეს ამბავი. ანუ რომელი სამინისტრო უქმდება, ვერ გავიგე. რეგიონული განვითარების სამინისტრო გაუქმდა, როგორც ადრე იყო კანცელარიაში რეგიონული სამსახური, ამას შეითავსებს დინარაძე როგორც სახელმწიფო მინისტრი. ძალოვან სტრუქტურებს აღარ იქნება მათი კურატორი. და იმიტომ მინდა გითხრა ბატონო გოჩა, რომ ეს ბატონი მაისერი დავიღალეო ინსტანციიდან ინსტანციაში, რომ რამე პროექტი დამეძრა ამ სოფლის მიმართ, ვერაფერს ვერ გახდა. პროფესორი კაცია ეს. იმიტომ რომ არ არის პირდაპირ უწყება ლევანმა ახსენათ, სანამ თვითმმართველის სტატუსი არ ექნება იმ თემს, რომელსაც რაღაცა ოფიციალური სტატუსი თუ არ ექნება, სად უნდა იაროს სოფელმა სოფლის განვითარებაზე. მთელი ევროპა და მთელ მსოფლიოში მიღებული ფორმაა, რომ მუშავდება სოფლის განვითარების კონცეფციები. ამას ამუშავებენ ადგილებზე, სხვადასხვა დონეების დახმარებით, ხო? ჩვენ არ აყვავს ეს დონე, სოფელ თემის დონე გაუქმებულია, ვის აინტერესებს ახლა სოფლის განვითარების კონცეფცია? მუნიციპალიტეტი რომ მუნიციპალიტეტია, იქაც ფაქტიურად ეს ეკონომიკური აქტორის ფუნქცია თუ აზროვნების ფუნქცია ჩამორთმეული აქვს. ამიტომ არის, რომ გათითოკაცებული ადამიანები, ჩვეულებრივი ინიციატივები ვერ მივა ბოლომდე, სანამ პროგრამული მიდგომა არ იქნება. ნამდვილად. არის თავარი ამ სიტუაციაში. ჩვენ უნდა ვიშრომოთ, ვიბრძოლოთ, ვილაპარაკოთ, მიმართულება მივცეთ, რაღაც ახალი სცენარები შევთავაზოთ. ფიქრობ მაინც მიუხედავად იმისა, რომ აი ესე ვერ ჩავეჭიდეთ ახლა ამ სიტუაციაში თითქოს კონკრეტულ ასე თქვათ უწყებას, ჩვენს გულშემატკივარ უწყებას, ყველა კარებზე დასაკაკუნებელია, ვისაც ეს თემატურად ეხება და მე ვფიქრობ რაღაცა საბოლოო ჯამში ფინალში გავალთ, იმიტომ რომ მნიშვნელოვან თემას ვაკეთებთ და ესეც აი ეს რეგიონული სამინისტროს ესეთი ფორმით შეცვლა, ხო, ნუ ესეც, რა ვიცი, დასაფიქრებელია. რატომ მოხდა, როგორ მოხდა, მაგრამ ნუ ეხლა გულედან რომელიც პირღია დადიოდა, დინარაძე რომელიც ცდილობს, რომ გამოჩნდეს და პოლიტიკური ფიგურა, ასე ვთქვათ, მე ვფიქრობ უკეთესია, რომ პოლიტიკურად ადამიანს კონდეს, ვიდრე პირღია კაც რომელმაც თვითონაც არ არაფერს არ აკეთებდნენ ბატონო გოჩა. მე ცოტა ხმამაღალის არაფერს არ აკეთებდნენ, აი იმიტომ არის ისე. რო აკეთებდნენ, როგორ თანამდებობაზე რომ მოდიხარ, კეთილსინდისეერ უნდა გააკეთო ის საქმე, რასაც აკეთებ, ხო, როგორც გინდა, როგორ წინ წავიდე. საკულობენ ესეთ ხალხს, რომ ეს ადამიანები თანამდებობაზე მოდიან და მე არ ყვევენ რა არის მათი ფუნქცია, ბოლომდე ვერ არყვევენ და ისე მიდის ზოგი თანამდებობიდან, რომ აბა თუ საერთოდ სამინისტრო გაუქმეს. აი სამარცხვინო ხო, სად არის არა ამ ადამიანმა და ვერაფერს ვერ გახდა. მინდოდა რაღაცაო, მაგრამ ეგ 1000 სხვა რაღაცას წააწყდა და მე მიატოვა ის პროექტი. და ეხლა ძალიან მივესალმებიო ამ დიდებას. მე ჩვენ არ მივატოვებთ ნამდვილად ენთუზიაზმითა და დიდი ძალისხმევით ვართ, რომ ყველაფერი ისე გაკეთდეს, ის რაც ეკუთვნის მაღალმთიან რეგიონების ბიუჯეტს, ის მისცენ ამ რაიონს და მისცენ ამ სოფელს განვითარებისათვის. არ დაუშვებთ. ხო, გაბატონინე, ბოდიში მე ჩავერთვები, აი რაც ბატონმა ლევანმა თქვა, კიდე ხაზიბინა გაუშვა. ნახეთ, სანება რითი არის კარგი, რომ სანებაზე ვიმუშავეთ. უკვე მაგალითია გამზადებული და მაგ ინსტრუქციით უნდა წავიდეთ. ნახეთ, სასოფლო სამეურნეო მიწები.
ანუ იქაც კოოპერატივი იქნება, რაც სამებაში ვაკეთებთ. იქაც ეს ამ მიწებზე მე მთავრობას მიმართავთ. ანუ ერთნაირი პროგრამით მიდის ყველაფერი. ანუ ამიტომ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე გაამახვილეთ თქვენ თორნიკესაც, აი თორნიკე არ ჩანს ახლა აქ, მაგრამ რაც გავაკეთეთ რა, იგივე უნდა გაკეთდეს. ბატონო, გავამახვილეთ. კოპირება, copy-paste-ით იგივე უნდა გაკეთდეს. სასოფლო-სამეურნეო მიწებზე დიდი ბატონო, სასოფლო დიახ, ვეცდებით ყველაფერს ისე რომ რაც ერგება თვითონ სხვადასხვა ყველაზე მარტი საკითხი ეგ არის, უკეთდება 1 საათში კეთდება აგერ თორნიკე ახლა ვერ ვხედავ თორნიკეს თორე. თორნიკეს მეხმარება მე ყველაფერში, თორნიკეს დიდი მადლობა და თორნიკესთან ერთად ერთობლივად გავაკეთებთ ყველაფერს. მეც დაგეხმარებით მოგეში. კი ბატონო, მადლობა. ხო, მადლობა მინდა გითხრათ. სხვადასხვა ყველაზე მარტი საკითხი ეგ არის, უკეთდება 1 საათში კეთდება აგერ თორნიკე ახლა ვერ ვხედავ თორნიკეს თორე. თორნიკეს მეხმარება მე ყველაფერში, თორნიკეს დიდი მადლობა და თორნიკესთან ერთად ერთობლივად გავაკეთებთ ყველაფერს. მადლობა კიდევ ერთხელ. აი ბატონი ზია შემოგვიერთა, მადლობა უთხრათ ბატონ ზიას. აქ ბატონო ზია მოგესალმებით. აჭარიდან. ესე იგი მე და გესალმებით. ხო, აი ხმა დაგვიანებით მოდის და ამიტომ პაუზებს ვაკეთებ. აქ ბატონო ზია მოგესალმებით. მე კარგი ხომია მე და გესალმებით. კი ბატონო, ესე იგი, მოდი ესე გავაკეთოთ, რაც შენიშვნები ითქვა, ქალბატონ ნინო, ისე წავიდეთ. ეხლა პირდაპირ გეტყვით, ეხლა გოჩა რასაც ამბობს, ეხლა დავსჯეთ ჩვენ და ვაკრიტიკოთ, ვინ წავიდა, ვინ მოვიდა, გავანებოთ რა მაგას თავი რა, იმიტომ რომ იმდენი შენიშვნები გვაქვს, იმდენი რაღაცა გვაქვს სათქმელი, მაგით ეხლა უბრალოდ ორთქლის გამოშვებას უფრო დაემსგავსება ჩვენი ისა რომ იმან არ გააკეთა, ამან არ გაეხა დღეს კიდევ ვიღაცა ვინც გადაადგილეს, ისინი შეიძლება ჩამოაქვეითონ და მაგას ჩვენ ვერ დაველოდებით რა. ჩვენი სტრატეგია ცოტა სხვა არის და მინდა ამას მიაქციოთ ყურადღება. ჩვენი სტრატეგია რა არის? ჩვენ ვამზადებთ კანონზე დაგტნობით საპილოტო პროექტებს, რომელსაც ვაძლევთ პირდაპირ პრემიერ-მინისტრს, საქართველოს მთავრობას, ვინ იქნებიან, სად იქნებიან, მაგაზე ნუ ავაგებთ ჩვენ პოლიტიკას. ჩვენ გვინდა რომ საკითხები დაიძრეს და გადაწყდეს. რატო გვინდა რომ არის უამრავი ტერიტორიები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გამოუყენებელი, უპატრონო, არაფერი რო ქართულ ეკონომიკაში არ შემოაქვს. ჩვენ ამას ვაბავთ ადამიანების დაბრუნებას, ჩასახლებას, აგროპროექტების განხორციელებას და ეკონომიკის გაძლიერების მიმართებაში მთლიანობაში, რომ ეს იყოს ესეთი ფორმით წარმოდგენილი. ამიტომ აი სწორედ თქვა ბატონმა თამაზმა, რაც თქვა, რაც აპრობაცია გავაკეთეთ ჩვენ სოფელ სამებისთვის, აგერა ვართ ყველა, ვინც ავტორები ვართ, ვინც გავაკეთეთ, მონახაზი გავაკეთეთ, სასოფლო-სამეურნეო პროექტების კონკრეტიზაცია და ყველაფერი ქალბატონმა თეამ გააკეთა. პასპორტი რაც იყო, დაიწყეთ თქვენ სოფლის პასპორტიზაცია თორნიკესთან ერთად და გავყვეთ ეხლა ეს შევადგინოთ, ეხლა ქალბატონ ნინოსთან უფრო მეც შევალ კომუნიკაციაში, რომ ჩავერთოთ და ავხსეროთ ეს ყველაფერი, საკარმიდამოებს შევხედოთ, ვიზე რა არის, ჩამოვწეროთ ესია, ანკეტაში გიწერიათ იმაში პასპორტში, მაგრამ სოფლის პასპორტში, მაგრამ კიდევ უფრო დავაკონკრეტოთ და ასევე პირდაპირ ღია ინფორმაცია ვნახოთ, რამდენია სასოფლო-სამეურნეო სავარგული, ვისი ეს. თუ ცარი თავისუფალია და სახელმწიფოს ბალანსია, არავინ არ არის მომხმარებელი, მაშინ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ იგივე კოოპერატივის შექმნისთვის. კოოპერატივი რო შევქმნათ, ჩვენ უნდა კონტინგენტი შევქმნათ, ვის ვაბრუნებთ. მიხვდით როგორი თემა. სხვანაირად არ გამოვა, არც ტურისტი ჩავა, არც ის გაკეთდება იქ რა ქვია, რომ ამბობთ, ხო გვიწერია, ხო კარგი განვითარება იქნება, რაღაც საოჯახო სასტუმრო იქნება თუ რაღაც საწარმო. თუ არ იქნა ხალხი ვერაფერს ვერ გავაკეთებთ. ამიტომ ჩვენი მთავარი ამოცანა ესე გავაკეთოთ რა, რა მინდა გთხოვოთ, აქცენტი რაზე გავაკეთოთ. აქცენტი და გავაკეთოთ იმაზე, რომ ველაპარაკოთ დასაბრუნებელ ხალხს. ეს არის ესპანეთი და თვითონ საქართველოში მყოფნი, იმ სოფლის მკვიდრნი, ვის აქვს სურვილი რომ პროგრამით დაბრუნდნენ და იქ იცხოვრონ და არა ისე რომ თბილისში სახლი კონდეს, იქაც სახლი კონდეს, მასე ვერ გავაკეთებთ რა. უნდა დაბრუნდეს ის ხალხი, რომელიც იქ დამაგრდება, დასახლდება და იმუშავებს. რომ მათ უნდა შეუქმნათ სამუშაო არეალი. სამუშაო არეალი უნდა შეიქმნას რაზე, რაც ქალბატონმა ნინომ ჩამონათვალი გააკეთა, ხო? სხვადასხვა მიმართულებები არის ეს, არა მარტო ტურიზმი, ეკოლოგიური მომენტები, ინფრასტრუქტურის შექმნა და თავარი არის აგროპროექტები.
დასაქმება არის აგროპროექტებში და ტურიზმში. ამას ეფმება იქ ბევრი ნიუანსი, ახლა იქ ბუნება, რელიგიური თემებია, ისტორიული ასპექტები, ეს ყველაფერი კომპლექსში არის. ამიტომ აი აქცენტირება გავაკეთოთ რა, აქცენტი ეს არის დასაბრუნებელი კონტინგენტი და ეს არის ის პროექტები, რომელშიც მათ ეკონომიკური შემოსავალი ექნება. აგრომიმართულები და ასე შემდეგ. ესე იგი, დასაბრუნებელში გჭირდება სახელი და გვარები, ვინც იქნებიან თანახმანი, რომ დაბრუნდნენ პროგრამით, აი ამ მიმართულებით წავიდეთ და მათი ანკეტირება უნდა დავიწყოთ, ჯერ სია გავაკეთოთ და მე ანკეტირებას შევუდგეთ და მეორე ავღწეროთ რა რესურსი არის, რა სასოფლო-სამეურნეო რესურსი გაგვაჩნია აგროპროექტების განხორციელებისთვის, აი ქალბატონ თეას მინდა ვთხოვო, რომ ამაში ჩაერთოს უკვე და გავიგოთ, აი შევარჩიოთ მიმართულებები, რომელიც უფრო ეფექტური იქნება იმ კლიმატური ზონისთვის, აი რა აგროპროექტები შეიძლება განვახორციელოთ. და ამას შემდგომ უკვე ვაბავ დაფინანსების წყაროებს რა. ანალოგიურად გაკეთება, როგორც ეხლა სამებაზე ჩვენ გავაკეთებთ თავრობის განკარგულების პროექტს უბრალოდ. იგივე უნდა გაკეთდეს ყველგან. აი ეს გავიტვალისწინოთ და რა მინდა საერთოდ ეხლა ცოტა ნაადრევად ვიძახი, მაგრამ ესეთი საპილოტო პროექტები ვეცადოთ ყველა რეგიონში ერთი სამაგალითო გავაკეთოთ. ეს არის კოოპერატივი ჯიხას სისტემა, რასაც ვიძახით რა. კომუნა ჯიხა. ჯიხა დავარქვით ჩვენ ამ იმას ებრაელურ ვარიანტს, ქართული ვარიანტია ებრაელური კიბუცისა და მაშავის რა, კიდევ ვიმეორებ. და ამას მე აი ცოტა წინ გავრბივარ, მაგრამ ჩვენ ამას აპრობაციას რო გავაკეთებთ, ამას ესე ადვილი არ არის, ვინც არ უნდა იყოს თანამდებობის პირი, მაღლა რო იჯდეს. ამას ყური წაუყრუოს, ვერ წაუყურებს. ამის უფლებას ჩვენ არ მიცევთ, ჩვენ არ ჩვენთვის ვითხოვთ არაფერს და არც რაღაცა იმისთვის, რაღაც ეს არ არის ბიზნეს პროექტი. ამას ვაკეთებთ, იმიტომ რომ ეკოლოგიური დემოგრაფიული გაჯანსაღება იყოს და ეკონომიკური აღორძინება. მისცა დაცარიელებულ სოფლებში. ვერ დავждებოდით მაშინ და არაფერს არ გავაკეთებდით რა. ეხლა ყვები ამას უბრალოდ, იმიტომ რომ არ გავჩერდეთ რა. ეხლა ზაფხული კი მოდის, ეხლა შემდეგი კონფერენცია გვექნება, ეხლა ფაქტურად ამოვწურეთ უკვე ეს საკითხი ქალბატონ ინოსთან ერთად ჩვენ წავიმუშავებთ. წასვლაც დავგეგმოთ, ვინც გადავწყვიტეთ, ალბათ აი როგორც თქვით რა, ქალბატონი თეა, ისა თორნიკე იქ რო გადავიღოთ, გავაკეთოთ და ქალბატონო ნინო თავისთავად, ესე იგი იქნება ჩვენი მეგზური მთავარი მიმართულებით. ხო, ასე გავაკეთოთ ეს ამბავი და იმას გეტყვით ახლა პირდაპირ პრეზიდენტთან ჩასატარებელ ღონისძიებაზე გვეუბნებიან, რომ კიდევ დაგენიშნავთ, მაგრამ ახლა კიდე დიდად არ ვაწვევდი, იმიტომ რომ ან დაგვენიშნონ ახლა მალე, თუ არა და მაშინ ჯობია სექტემბერში გადავითანოთ, ბევრი წასვლა წამოსვლებია და უკვე ჩავანიშნინებ ისეთ დღეს, რომ აღარ შეიცვლება რა, მეც აი ესეთ ვარიანტს ვფიქრობ. სადაც პრეზენტაცია უნდა გავაკეთოთ პრეზიდენტთან. ესე რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სამრობაში ვინ რა გადანაცვდება, მოდი ამაზე ჩვენ ვინერვიულებთ და ვიფიქრებთ რა. ეს ამ სისტემის პრობლემებია, თვითონ მიხედონ, გინდა დააწინაურონ, გინდა დააქვეითონ, არ არის ჩვენ გასარჩევი ეს ამბავი რა. მოგწონს, არ მოგწონს, ეხლა აი ამ პლატფორმაზე გასარჩევი არის ცალ-ცალკე, ეხლა ვისაც რა უნდა ის თქვას. ეს პლატფორმა ჩვენი არის სტრატეგია დემოგრაფიული გაჯანსაღების, რა მოდი ესე ვთქვათ. ამიტომ მიუყვებით ამ ყველაფერს და გზა ვიცით, მიმართულება ვიცით. აი თამას უნდა რაღაც თქვას. თამას მოეწონა თამას ჩვენი გამონათქვამი. კარგი, ჩემო მეგობრებო, ეხლა ცოტა ისეთი უკვე კონკრეტულ თემებზე მუშაობთ და მინდა ინფორმაციისთვის ასევე გითხრათ, ბატონი გურამი ჩაჩანიძე მუშაობს აი ტექსტური რო შეადგინოს ტექსტი თვითონ დემოგრაფიული გაჯანსაღების პროგრამისა, ამაზე უკვე მუშაობს, ჩვენ ინფორმაცია მივეცით, ქალბატონმა თეამაც მისცა, კი გავაწვალეთ ეხლა ბატონი გურამი არ არის და მაინც ვიძახი, გავაწვალეთ, იმიტომ რომ ფორმატი და რაღაცები ის არის რა, შრიფტი გნებავთ, უგნებავთ სტანდარტი და საბეჭდი შესარჩევი იყო და ნუ მაგი უკვე დაასრულებს. მე ვფიქრობ, რომ შემდეგი კონფერენციისთვის რაღაცა მონახაზი ალბათ იქნება და მე დავამატებთ. კიდევ ესეთი იდეა იყო, ალბათ თვითონ იტყვის შემდეგში, რომ აი რაღაც პირველად ის იქნება ინფორმაცია და მე შეიძლება აი ვინც არის ავტორი ამა თუ იმ მიმართულების თვითონ დაამატოს რა ეს ტექსტები. ტექსტის დაამატოს და მონახაზის და ამაში ერთობლივად ვიმუშავებთ. დიდი მადლობა მინდა გითხრათ, მადლობა ყურადღებისთვის და შემდგომ შეხვედრამდე. მანამდე კომუნიკაციაში ვიქნებით და სიახლებს მოგაზრდით. ქალბატონი მარინა შვებულებაში მიდის, ამიტომ შემდეგ შეკრებებზე ვერ დაგვესწრება. ყველა შემთხვევაში ხაზზე ვიქნებით. აი ესე ვიმოქმედოთ. სვანეთში გვექნება წასვლა
და ამ შემდეგ. სხვადასხვა ბატონოზე აჭარაშიც კიდე ანალოგიური დაცლილი სოფელი რომელიც არის შეიძლება ეგეთიც კიდე საპილოტოდ მოვამზადოთ. აბა კარგად ბრძანდებოდეთ წარმატებებს გისურვებთ ახლა გამოვთავ. ნახვამდის. კარგად